თაბაშირ მუყაოს ფილებისგან მეტალის ერდონიან კარკასზე დამზადებული ჭერი P113. კნაუფის თაბაშირ მუყაოს ასაწყობი ჭერების სისტემა არ შეიძლება ჩაითვალოს შენობის მზით კონსტრუქციულ ელემენტად. მას აქვს დეკორატიული და ხმის საიზოლაციო დანიშნულება. გამოიყენება მშრალი და ნორმალური ტენიანობის რეჟიმის მქონე საცხოვრებელ, საზოგადოებრივ და საწარმოო ნაგებობებში, რომლებიც შენდება ნებისმიერ, მათ შორის სეისმურ ზონებში. ჭერის მონტაჟი უნდა მოვახდინოთ მოსაპირკეთებელი სამუშაოების პერიოდში, სუფთა იატაკის მოწყობამდე, როდესაც დასრულებულია სველი სამუშაოები და დამთავრებულია სანტექნიკური და ელექტროტექნიკური სისტემების გაყვანა. სამუშაოები უნდა ჩავატაროთ შენობაში მშრალი და ნორმალურად ტენიანი რეჟიმის პირობებში, სადაც ტემპერატურა +10 გრადუსზე ნაკლები არ არის. მოვახდინოთ ჭერის საპროექტო მდებარეობის მონიშვნა ოთახის მთელ პერიმეტრზე, კედლებზე მოსანიშნის ზონრის მეშვეობით. დიდ სამშენებლო ობიექტებზე მონიშნვის გასაკეთებლად იყენებენ ლაზერის დანადგარს. მიმართველი პროფილების საჭირო ზომაზე დავჭრათ მეტალის საჭრელი ელექტრო ან ხელის სპეციალური მაკრატლით. საჭიროების შემთხვევაში პროფილზე დავაკრათ სამჭიდროებელი ლენტი. მივამაგროთ ჭერის მიმართველი პროფილი თვითმჭრელი შურუპებით ტიხრებზე და კნაუფის ფილებზე. ფილების გავლით კარკასის პროფილებზე. ბეტონის ან აგურის საფუძვლებზე მივამაგროთ დუბელით, რომლის სიგრძეა 35 მმ, დიამეტრი 5 მმ. ბიჯი არ უნდა აღემატებოდეს 500 მმ-ს. დავამაგროთ არანაკლებს 3 საჭერისა თითო პროფილზე. საბაზო ჭერზე წერტილებით მოვნიშნოთ საკიდის განთავსების ადგილები. საკიდლებს შორის მანძილი დამოკიდებულია დატვირთვის ტიპზე. 1 კვადრატულ მეტრზე 15 კილოგრამიანი დატვირთვის შემთხვევაში საკიდელის მაქსიმალური ბიჯი 1100 მმ-ს შეადგენს. პროექტის გათვალისწინებით საფუძვლის ჭერზე დავამაგროთ სწორი საკიდლები ან საკიდლები მომჭერითა და საწევით. საკიდელის მიმაგრება ხის საბაზო საფუძველზე ხდება ხისთვის განკუთვნილი შურუპებით, ხოლო ბეტონზე მიმაგრება მეტალის საანკერო დუბელით. ზომაზე დავჭრათ ჭერის პროფილები. ძირითადი და მზიდი პროფილების ბოლოები უნდა გადმოდიოდეს მიმართველი პროფილის კედლიდან პერიმეტრზე, დაახლოებით 5 მმ-იანი ღრეჩოთი. ძირითადი პროფილის სიგრძე უნდა იყოს ოთახის სიგრძეზე 10 მმ-ით ნაკლები. თუ ოთახის სიგრძე აღემატება პროფილის სიგრძეს, პროფილები უნდა შეერთდეს დამაგრძელებლების მეშვეობით. კარკასის ძირითადი პროფილები დავამაგროთ საკიდლებზე, პროფილის საკიდლების ფიქსაციის მეშვეობით. დავარეგულიროთ მომჭერითა და საწევით. პირველი ძირითადი პროფილი მაგრდება პროფილის ღერძიდან კედლამდე 1200 მმ-ის მანძილზე. ძირითადი პროფილების ბიჯი 1200 მმ უნდა იყოს. ძირითადი პროფილების დაყენების შემდეგ უნდა მოხდეს მათი გასწორება. აუცილებელია, რომ ძირითადი პროფილები კედლის მიმართველი პროფილების მიმართ ერთ ჰორიზონტალურ სიბრტყეზე იყოს განთავსებული, ხოლო მათი ბოლოები ჩასმული იყოს მიმართულ პროფილებში. ძირითადად პროფილებზე დავამაგროთ ერდონიანი შემაერთებლები და ჩავსვათ ისინი პროფილებში. დავაყენოთ და დავამაგროთ მზიდი პროფილი ერდონიანი შემაერთებლის მეშვეობით. პირველი მზიდი პროფილი მაგრდება კედლიდან არაუმეტეს 100 მმ-ის დაშორებით. მზიდი პროფილის ბიჯი 500 მმ უნდა იყოს. ჭერის 1 კვადრატულ მეტრზე 15 კილოგრამიანი დატვირთვის და ორმაგის შემოკერვის შემთხვევაში ერდონიანი შემაერთებლის ფრთები გადავღუნოთ და დავამაგროთ პროფილებზე 9 მმ-ის სიგრძის და 3.5 მმ-ის დიამეტრის შურუპებით. ოთახის მთელ პერიმეტრზე მზიდი პროფილების ქვეშ შემოვაკრათ გამყოფი ლენტი. დასამონტაჟებლად გავამზადოთ კნაუფის ფილები. კნაუფის ფილა იჭრება ოთახის ზომის მიხედვით. ამისთვის ფილების საჭრელი დანით გავჭრათ მუყაო და თაბაშირის გულარის ნაწილი. ფილა გადავტეხოთ განაჭერის მიხედვით და ქვედა მხრიდან კიდევ ერთხელ გადავატაროთ ფილის საჭრელი დანა. ფილის კიდე დავამუშავოთ საჩორკნის შალაშინით. შემდეგ კი ნაწიბურის შალაშინით გავაკეთოთ ნაზოლი. ფილის სისქის 2/3 სიღრმეზე. ნაზოლის კუთხე უნდა იყოს 22.5 გრადუსი. კნაუფის ფილის
საფრთხნის სიგანეზე გამოჭრა შესაძლებელია დიდი საჭრელით, რომლის მოსაჭრელი ზოლის სიგანე 630 მმ-მდეა, ან პატარა საჭრელით, რომლის მოსაჭრელი ზოლის სიგანე 120 მმ-მდეა. კნაოფის ფილის ყველა ის მხარე, რომელიც კედელს ერთვის, ამ მეთოდით უნდა დამუშავდეს. ეს შემდგომში გააიოლებს შეფითხნას. კნაოფის გამზადებული ფილები ავწიოთ საწეველათი კარკასამდე და დავამაგროთ მზით პროფილებზე შურუპებით, რომელთა სიგრძე 25 მმ-ია, დიამეტრი კი 3.5 მმ. შურუპებს შორის ბიჯი 170 მმ-ს არ უნდა აღემატებოდეს. შუალედით არანაკლებ 10 მმ-ისა მუყაოთი გაკრული კიდიდან და არანაკლებ 15 მმ-ისა გადაჭრილი კიდიდან. ტორსული ნაწიბურების შეპირაპირება მხოლოდ კარკასის მზით პროფილებზე უნდა მოვახდინოთ. სამაგრი შურუპები ფილაში სწორი კუთხით უნდა შედიოდნენ და აღწევდნენ კარკასის პროფილში არანაკლებ 10 მმ-ის სიღრმეზე. შურუპის ქუდი ფილაში 1 მმ-ის სიღრმეზე უნდა იყოს შეწეული, რომ შემდგომში შეიფითხნოს. შეკიდული ჭერის მონტაჟის დროს დამაკავშირებელი ფილები უნდა დავამონტაჟოთ ერთმანეთის მიმართ მზიდი პროფილის გაქანების გადანაცვლებით არანაკლებ 1 ბიჯისა. შურუპის ჩახრახვის ადგილებში მუყაო არ უნდა იყოს გაჩეჩილი. დეფორმირებული ან შეცდომით განთავსებული შურუპები უნდა მოცილდეს ზედაპირიდან. ისინი უნდა შევცვალოთ ახლებით, რომლებიც უნდა განვათავსოთ თავდაპირველი ადგილიდან არანაკლებ 50 მმ-ის დაშორებით. კნაოფის ფილების მონტაჟის დასრულების შემდეგ მოვახდინოთ შეპირაპირებების და შურუპების დაფარვა. გაფითხნის წინ ტორსული შეპირაპირებები, რომლებსაც თაბაშირის გულარი ღია აქვს, სასურველია დამუშავდეს კნაოფ ტიფენგრუნდით. შემდეგ მოვამზადოთ საფითხნის დუღაბი. ამისთვის თაბაშირის მშრალი საფითხნი, ნარევი კნაოფ უნიფლორი ან კნაოფ ფუგენი ჩავყაროთ წყლიან ჭურჭელში და ზედაპირი თანაბრად გადავასწოროთ, სანამ ფხვნილი ნაჭრებად არ შეიკვრება. დავტოვოთ 2-3 წუთი და შემდეგ ურიოთ არაჟნის კონსისტენციის მიღებამდე. საფითხნის პირველი ფენა ფილების შეპირაპირებების ადგილებში გადაუსვათ. გაფითხნა ვაწარმოოთ 150 მმ-იანი სახრახნისიანი შპატელით. ეს საშუალებას მოგცემს სწრაფად გამოვასწოროთ მონტაჟის დროს დაშვებული ხარვეზები. საფითხნის ფენას გადავაკრათ არმირების ლენტი და ფითხით შევჭყლიტოთ ისე, რომ დუღაბი ლენტის კიდეებს არ გამოცდეს. ლენტი არ უნდა დაიკუჭოს და ჰაერის ბუშტები არ უნდა გაიკეთოს. პირველი შრის გაშრობისა და გამაგრების შემდეგ დავიტანოთ საფითხის მეორე გასასწორებელი ფენა. საფითხნის გამზადებული დუღაბი წყალში ნარევის ჩაყრიდან 30 წუთის განმავლობაში მუშავდება. საფითხნის გაშრობის შემდეგ ნაკერების ზედაპირები დავამუშავოთ სახეხით ისე, რომ მუყაოს ზედაფენა არ დავაზიანოთ. შემდეგი დამუშავების წინ ჭერის ზედაპირი კნაოფ ტიფენგრუნდით დავგრუნტოთ. მაღალხარისხიანი შეღებისთვის მოსამზადებლად შეკიდული ჭერის მთელი ზედაპირი კნაოფ მულტიფინიშ პასტით უნდა გაიფითხნოს. საფითხნის გაშრობის შემდეგ ზედაპირი გავხეხოთ. შემოვაჭრათ გამყოფი ლენტი. გაფითხნული ზედაპირები დავგრუნტოთ კნაოფ ტიფენგრუნდით. ჭერი შესაგებად მზადაა.